შეგიძლია ყავა მოიდუღო, დაიდგა და ჩამოჯდე. იმიტომ რომ ბევრი რამე მაქვს სათქმელი და შეიძლება ეს სათქმელი ზუსტად შენთან მოსეტანი ამბავი იყოს და ზუსტად შენი ისტორია იყოს და ამ ისტორიის გაგრძელება. დაკარგული იმედების ახდენის დრო გეწყება და ეს იმედები და ეს დაკარგული რაც არის, ეს არის სახლი და ეს არის სიყვარული. საქმიანი გზა გქონდათ, ან გექნებათ, რომ ბევრი პრობლემა გადაჭრათ. საკმაოდ ბევრი პრობლემა, არა ერთი. და სხვათა შორის ფეთი გაქვთ და იღბალი გაქვთ ამ პრობლემების მოგვარებაში. ერთი მეორის მიყოლებით ყველაფერს აღადგენთ და ყველაფერს დაალაგებთ. თუმცა ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ და მტკიცედ გამოხატვა, რომ მე ასე ვსურს და ასე იქნება. სიყვარული. ფიქრში გიტრიალებთ ეს გრძნობა, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში სხვა ადამიანი არის. ანუ დაკარგული გაქვთ ეს სიყვარული. გულში ერთი ყავთ, რეალურ ცხოვრებაში მეორე. ამ სიყვარულს, ამ ადამიანს ისე იხსენებთ, როგორც თქვენს ფარველ ანგელოზს თქვენს ცხოვრებაში, როგორც ყველაზე ტკბილ, ყველაზე რომანტიულ და ყველაზე ბედნიერ პერიოდს თქვენს ცხოვრებაში. მას უკავშირდება თქვენი მნიშვნელოვანი გეგმები, ოცნებები, გულწრფელი ურთიერთობები. ყველაფერი ამ ადამიანს უკავშირდება. სახლში იმდენად ძლიერია ეს პრობლემები, რაც არის, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და თქვენს სულიერ მდგომარეობაზე. გაგტეხათ აი ამ პრობლემებმა. და სხვათა შორის გინდათ რომ დაასრულოთ, გინდათ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ესე დაგანგრიათ. სხვათა შორის კეთილი მიზნებით იყო მათი მოქმედება განპირობებული, თქვენთვის კარგი უნდოდათ, თქვენთვის ესე იყო საჭირო. მაგრამ ძალიან დაგანგრიეს ფსიქიკურად, სულიერად. გზაზე ფიქრობ, ისევ გზაზე, შორს წასვლაზე, გინდა რომ გაეცალო ყველაფერს, გახვიდე ამ სიტუაციიდან. შანსები გაქვს, ძალიან ბევრი შანსები და უბრალოდ უნდა მოინდომო და გამოიყენებ ამ შანსებს. ყველაფრის აღდგენის რესურსი გაქვს აბსოლუტურად. თუმცა შენ თვითონ გონია, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა, დასრულდა, დაიკარგა. შენ გამო დაიკარგა, იმიტომ რომ ვერ იყავი მტკიცე, ვერ იყავი ძლიერი და გონია, რომ დასრულდა ყველაფერი, მაგრამ შენ არც კი იცი, რამხელა შანსი გაქვს. სხვათა შორის ხედავ თქვენთან ძლიერ ადამიანს, ძლიერ მეგობარს, მტკიცე მეგობარს, რომელიც გაძლევს ძალიან დიდ მუხტს, ძალას და წინ სვლის შესაძლებლობის დანახვას, კარის დანახვას უბრალოდ შენი ცხოვრების მომავლისაკენ. შენ სამუშაო თემას, აი შორს ხედავ, შორს გინდა წასვლა, ამ ყოფერს გინდა რომ მოშო. და წახვალ კიდეც იქნება ეს გზა ნამდვილად იქნება ეს გზა. მაგრამ სანამ ამ გზას შეუდგები, გაქვს რაღაცა მოსაგვარებელი, დასალაგებელი, ვიღაცასთან დასაკონტაქტებელი, ვიღაცასთან მისაწერი. ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება დასრულდა, დამთავრდა, თუმცა ეს მეგობარი გეუბნება, რომ არ არის ესე. დამიჯერე, სცადე, ცდით რა დაშავდება, რომ დაიკარგულია შენი სიყვარული. თუმცა გაქვს შანსი, რომ დაალაპარაკო ამ ადამიანს, ის ნამდვილად მოგისმენთ. მეგობარიც ამას გეუბნება. ფიქრები გაქვთ ქაოსური და აი სულ ეს კიდე გავიქცე და როცა ძალიან გიჭერთ შვებას პოულობთ ოცნებაში, ზოგი თქვენგანი საჯარო გაშლა
სიზმრებში, ზოგი თრობაში სამწუხაროდ. იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთი ძვირფასი, რაც ყველა ადამიანს არ ხვდება ამ სამყაროში სამწუხაროდ, შეგხვდათ თქვენ და თქვენის დაკარგეთ. გაატანეთ ქარს. მაგრამ ყველაფერს ალაგებთ. კარიერაში, სამსახურში ყველაფერი სტაბილურად იქნება და ძალიან მალე ალაგებთ ამ ყველაფერს. თითქოს ერთი ძლიერი მუხტი გინდათ და აი აღმრძე რო ახვიდეთ, წარმოიდგინეთ და ძალა არ გქონდეს და არა, ვერ შევძლებთ მე მწვერვალამდე ასვლას და უკან მოყვებოდეთ აი ძლიერი ჯაღონი ცავსე მეგობარი და გაწობოდეთ ახვალ მოიცადე. აი ესე ხარს გიჭერთ ეს ვიღაც თქვენი ძალიან კარგი მეგობარი. ყველაფერი გამოგივათ. თავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი. ხოლო ვისაც გსურთ ჩემთან დაკავშირება პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ ნომერზე 591 233 507 WhatsApp-ზე ან ვიბერზე. დროებით.